მშვენიერი მზიანი ამინდი, ერთ-ერთი საუკეთესო Trout Area ტიპის თევზაობის ადგილი პოლონეთში და სტარტზე 60-ზე მეტი მონაწილე. ეს ნიშნავს, რომ დღეს გეპატიჟებით Lever Lure Cup-ის კიდევ ერთ გამოცემაზე. მაშ დავიწყოთ. როგორც მახსოვს, ახლა გამოიყენება მხოლოდ ქარხნულად დამზადებული უქირო კაუჭები. არც გადახეხილი, არც გადაკეთებული, მხოლოდ ქარხნულად უქირო კაუჭები. შაოთრება ახლა უნდა გამსახურო. შეჯიბრი ზოგადად ტარდება Trout Area Barrel-ის პრინციპით, ანუ 9-2, თითოეული 20 წუთიანი. 10 წუთის შემდეგ ხდება ადგილების შეცვლა, ითვლება დაჭერილი თევზების რაოდენობა, არა წონა და არც ზომა. ეს ემოციები განსაკუთრებით მაშინ გეუფლება, როცა გესმის, რომ შენს უშუალო მეტოქეს სიურისგან ბორბლები ერგო და შენ ფიქრობ, რატომ მიფრინავენ ჩემი თევზები ან რატომ? მიმოივლიან საფუარას. გამარჯვება. არა, 4-3 აგება. არქებს მიხვედია. გაგებია. მას მოგესალმებით. ოღონდ ფორმა. სხვათა 6 თევზი დავიჭირე, პარტნიორს ერთი თევზით გაუსწარი, ანუ სულ მცირებით, როგორც მე ვამბობ, მაგრამ გამომივიდა. პირველი ტური ფრედ დასრულდა, მაგრამ თავარი ისაა, რომ ნულზე არ დავრჩით. ძალიან სუსტად ორი პოზიცია. ფრე 2-2, პირდაპირ 2-2. ფულია, მაგრამ მთელი დრო შედეგს ვდევნიდი თავიდანვე. როგორ არიან ბიჭები? 6-დან 5-მდე.
არაფერია დასამალი, სასიამოვნოა ასე მთელი საქართველოდან ნაცნობების ნახვა. კარგია, რადგან აქ მართლაც უმაღლეს დონეზეა მომზადებული თევზსაჭერი ადგილი. კვლავ. ჰიხოკბენა. ბოდიში. თევზი. და გამოვიდა. ეს მხოლოდ თევზებია. და მართლა დღეს რთული იყო მათზე მორგება, რადგან სულ ზედაპირზე ჩანა. ყველა სხვადასხვანაირად იჭერს და რთულია იპოვის მთავარი გასაღები. პატარა, მაგრამ მებრძოლი. შესანიშნავია. გთხოვთ, უშვენ. იქ რაღაც დაასვევა. ბრავო, კაშა. მადლობა, ორი არაფერი. მადლობა. მესამე ადგილი ანტონია ბაბი. მეორე ადგილი ბანო გიენდოვი. ზაფხულის Leber Lewis Cup-ს იგებს მიხალ ორენი. სუსტაუნიშნოთ, რომ მიხალმა სულ ყოფილი ქულები დააგროვა. იგებს ყველა დღეს, რომელშიც მონაწილეობდა. ბუკარი და ბერლინას კაპტი. მიხალს გადაეცი, გადაუხადე. ლურესკა მიხალს კალოლე. რა არის ისეთი? რაც კი ზიდავს ამ დისციპლინაში. ეს ყველაფერი დაიწყო დაახლოებით 9 წლის წინ. თავიდან ჩეხეთში ვიწყებდით. ზოგადად ის, რომ შეგიძლია ბევრი თევზი დაიჭირო. შეგიძლია გაარკვიო. მაგალითად, მხოლოდ იღბალი არ არის, რომ ვინმე მხოლოდ მისთვის ნაცნობ ადგილას გარბის, არამედ ის, რომ ჩვენ ფაქტობრივად მეზობელთან ერთად თევზაობთ. ჩვენს გვაქვს შანსი, რაიმე სახის თაღლითობის მცირე შესაძლებლობა, ჩვენივე ადგილები და უბრალოდ იღბალი. რამდენი თევზია დღეს? 42. ქულების დათლა, პრიზების განაწილება და Leber Lewis Cup დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს. კიდევ ერთი შესაძლებლობა შეხვდეთ ასეთ სასიამოვნო გარემოცვაში და შეჯიბრში ჩავებათ გზის არეალში ამ შემოდგომაზე. ნახვამდის. წელს Leber Lewis Cup-ის საბოლოოდ გახდა შესაძლებლობა, რომ ნახოთ და შევეხოთ ახალ სატყუარებს, რომელთა შესახებაც უკვე შარშან საუბრობდით, მაგრამ მაშინ მხოლოდ იმას ვამბობდით, რომ იქნებოდა. და ახლა, ბოლოს და ბოლოს, შეგვიძლია ცოტათი ვუამბოთ ამ სატყუარებზე. გამოუშვით სატყუარების ახალი სერია, Best Series. ამჟამად წარმოდგენილია 4 მოდელი, 12 ფერში. აქ ხედავთ. ნაზავი წააგავს წინა ნაზავს, ძალიან ძლიერად მცურავია. ამ ნაზავს დავამატეთ ასევე მარილი და კრივის არომატი. გვაქვს მეტი სუნის ვარიანტი, მაგრამ მხოლოდ კრივის არომატია. ერთ ნაზავზე ეს არის უკვე გამოცდილი ნაზავი, ამიტომ აქ არაფერს აღარ ვცდილობდით. გვაქვს 4 მოდელი, 12 ფერი. იმის გამო, რომ ეს ახალი სატყუარები არიან, მატლის მაგვარი სატყუარები. ეს არ არის ჩვეულებრივი კოპიტოები ან ტვისტერები, ამიტომ ზოგიერთ შეიძლება გაუჭირდეს აღჭურვა. კატალოგი, რომელიც პასის სერიით შევავსეთ, სრულად აღწერს ყველაფერს. რა სიგრძეები, ფერები, მოდელები და რაც მთავარია, აღჭურვილობები. აღჭურვილობის სქემების გარდა, რომლებიც მხოლოდ საჩვენებელია, რა თქმა უნდა, ამ სატყუარების აღჭურვა შეიძლება კიდევ მილიონი სხვადასხვა გზით.
ყველაფერი დამოკიდებულია მე თევზებზე, რა აქვს თავში და როგორ უნდა გამოიწვიოს ეს თევზები. ასევე ჩამოვწერეთ აუჭების ზომები, თვირთები და წონები. აქ ყველაფერი როგორც ჩანს დაწერილია, სად უნდა გამოიყენოთ ეს, რა თქმა უნდა, მოკლედ და კონკრეტულად. ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ არის ასეთი პატარა შპარგალკა, რომელიც დამსგავსათისაა, ვინც ახლახან დაიწყო ჭიახელებით თევზაობა, ჯერ კიდევ არ აქვს თამაში დარწმუნება, მაგრამ სულთ დაიწყო შედეგებითა და წარმატებებით. ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გაეცნონ. ჩვენს კატალოგს, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე, Libralears, კამ კატალოგის განყოფილებაში.